სამყარო მშვიდობის სამეგობრებო, თქვენ მოვხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. მე ვარ მარია ფაილაძე, ეზოთერიკოსი და დღეს ვიბრუნდებით ისევ საკმაოდ საინტერესო საჯარო გაშლით მინდა ვთქვა. კონკრეტული პროცესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ალბათ პლანეტარულმა განლაგებამ იქონია ამაზე ზეგავლენა. ჩემ აუდიტორიაში იგრძნობა ასეთი გაფანტული ენერგია, სადაც აი თითქოს სხვის დაკრულზეც ეკობს ადამიანია ხო რა იტყვიან, იმიტომ რომ აი მეგრძნობა რომ თითქოს ბოლო დროა მოწყვეტილი ხართ მიწას, უფრო მეტად მიყვებით ფლოუს აქტივობას იმ ნაწილში, სადაც ზოგიერთი რაღაც იმთვას თქვენი პასუხისმგებლობა არ არის. შეიძლება ვიღაცაზე ზედმეტად ზრუნავთ ან რაღაც ისეთ საქმეს აკეთებთ, რაც არ არის თქვენი არ ხართ ვალდებული ეს გააკეთოთ, უფრო ამას სიტყოდი და როგორც ასეთი ზედმეტ პასუხისმგებლობად გაქვთ წამოკიდებული, ხო? დღევანდელი ჩვენი გაშლა შეეხება ზუსტად ასეთ თემას და ნახავთ სად იფანტება თქვენი ენერგია, ნახავთ იმ ტენდენციებს, როგორ უნდა დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ თავზე, ვინ ან რა გარჩევთ ენერგიას და გავყვებით ამ პროცესებს და შესაბამისად განვიხილავთ მოგვარების საშუალებებს. როგორც ხედავთ, დღეს სამი დასტით ვიმუშავებ. აქედან იქნება 2 ორაკული და 1 ტაროს დასტა და ამას გამოვიყენებ კომბინირებულად თქვენის ნებართვით და მე კი დავიწყებ გაშლას. ამასობაში შეგახსენებთ, რომ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა, ვინაიდან და რადგანაც ეს ახდენს გავლენას იმაზე, რომ გვერდი იყოს უფრო ნახვადი, აქტიური და თქვენს გარდა სხვასაც მიეწოდოს რეკომენდაცია ამ ინფორმაციაზე ალგორითმის მეშვეობით, თქვენი კომენტარები და თქვენი ლაიქები განსაზღვრავს ამას. სხვა შემთხვევაში ფიზიკურად არ ჩათვლის ალგორითმი, რომ ეს ვიდეო საინტერესოა და შესაბამისად არ მიაწოდის აუდიტორიას რეკომენდაციის სახით, რომ გახსნას და შესაძლოა რეკომენდაციაც არ მოგივიდეთ იმისა, რომ როგორც ნოტიფიკაცია გახსნათ ეს ვიდეო. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ მოიწონოთ ვიდეო და უბრალოდ რაღაც მაინც დააკომენტაროთ ან აზრი გაშლასთან დაკავშირებით, ხო? რაც შეუწყობს, რა თქმა უნდა, გვერდს ზრდაში. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის კი შეგიძლიათ, რომ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე. პირად შეტყობინებაში აკაუნთების ლინკები მითითებული მაქვს აღწერის ველში. მოდი დავიწყოთ. სად იფანტება თქვენი ენერგია? ახლა პირველი ვარიანტი. მაშასადა მე დავიწყოთ ვარიანტების ახსნა, იქამდე რამოდენიმე წამს კიდევ მოგცემთ, რომ დააკვირდეთ ვარიანტებს და გადაწყვიტოთ, რომელი აირჩიოთ, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტები და ჩვენ კი შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ გაშლა. მე ცოტა ხანი მესამე და მეორე ვარიანტს გვერდზე გადავდებ. და დავიწყებ პირველი ვარიანტით. სად იფანტება ახლა თქვენი ენერგია? როგორ დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე? რას უნდა უთხრათ არა, რომ თქვათ უმთავრესი კი? ვინ ან რა გპარავთ შინაგან მშვიდობას? და როგორ შეაჩეროთ ეს ენერგეტიკული გაჟონვა. მოდი გავაკეთოთ ასე. ეს ცოტა ჩამოწიოთ და ასე.
ცოტა რთულად სრიალებს ეს კარტი, რომელიც ავირჩიე და მოკლედ ჩემი საფარიც ისეთი არის, რომ კარგი. დავიწყოთ გაშლის წაკითხვა. პირველი ვარიანტი. სად იფანტება თქვენი ენერგია ახლა? თქვენი ენერგია იფანტება ახლა ზედმეტი ნეგატივის კონცენტრაციაში, ის რაც გტკივათ. თქვენ ახლა ზედმეტად ვცდილობთ ტკივილის ჩაღვენთას თქვენს ცხოვრებაში. მხოლოდ და მხოლოდ ვიტყოდი კონცენტრირებული ხართ იმაზე, რომ ეს რა დაგემართათ, ის როგორი სიტუაცია მოხდა თქვენს ცხოვრებაში. აი თითქოს ცოტა როგორ რაღაცაში ხართ, იცით? ეს ტკივილი, რომელიც ახლა თქვენში იხარშება, ხო? ნუ ამას ეძახი, ანუ ამ შემთხვევაში ამ არკანით ტკივილის ალქიმია, რომელიც რა თქმა უნდა რაღაც პერიოდი ძალიან კარგი საწვავია როგორც ასეთი, ვინც იყავით ჩემი პირველი ნაკადის მოსწავლეები კაბალისტური ხის მოგზაურობაში, ეს ძალიან კარგად იცით დამხელა რესურსია ზოგადად ჩვენი ტკივილი. თქვენც აქ იგივეს გეტყვით. ახლა ხართ ჩემი პირადი აზრით რესურსულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოთ, მაგრამ არა რესურსულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ იყოთ აქტიური და რაღაც აკეთოთ. გარდა საკუთარი თავის მიხედვისა ამ ტკივილთან მიმართებაში. თქვენი ენერგია იფანტება ახლა ამ ტკივილში, ხარშბაში. აი ეს შემიძლია, რომ გითხრათ ორიენტირი ახლა თქვენ მხოლოდ ნეგატივზე ხართ, გაქვთ და ესე რომ ვთქვათ, გიჭირთ დაინახოთ ამაში რაღაცა დადებითი, გიჭირთ გზის გაგრძელება, გიჭირთ ამ ტკივილის გაშვება, ტრანსფორმაცია, ხო? ეს არის ახლა თქვენი პრობლემა. როგორ დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, ხო? საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნება შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობების აღიარებით, იმასთან დაკავშირებით თუ რას მიაღწიეთ. რამდენი შეძელით, რა მოახერხეთ, ხო? რა სიტუაციებში აღმოჩნდით. თქვენ გჭირდებათ ახლა დაინახოთ ყველაზე მეტად საკუთარი პოტენციალი, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გარკვეულ საკითხებს უკვე მიაღწია და სხვა დანარჩენი ადამიანების მხრიდან გაქვთ კიდევაც ამისი აღიარება და შეიძლება უკვე თქვენი თავიც აღიარეთ ამ სიტუაციაში და შეგიძლიათ რომ თქვენი კონტროლი საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე დაიბრუნოთ იმითი, რომ უბრალოდ აღიაროთ, რომ კი, თქვენ შეიძლება გეტკინათ, მაგრამ მიაღწიეთ, გაიმარჯვეთ კონკრეტულ სიტუაციაში, ხო? და გჭირდებათ, რომ ახლა აი ამას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, რომ ეს გააცნობიეროთ საკუთარ თავში. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერება იმისა, რომ აი შეიძლება ტკივილი, რომელიც ახლა თქვენ მიიღეთ, ხო? რა გეხმაროთ იმის მიხვედრაში, რომ ყოველთვის გამარჯვება არ ხდება სასიამოვნო გზებით. მაგრამ თავარია თქვენ ეს დაინახოთ და მიხვდეთ. რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა უთხრათ არა კონკრეტულ სიტუაციებს, რომ თქვათ ძალიან მნიშვნელოვანი კი. ამოგდის Queen of Cups. ამ შემთხვევაში არის ეს როგორც თასების დედოფალი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება თქვენ ხართ ძალიან გულისხმიერი ადამიანი და გიჭირდათ აქამდე ის რისი გაკეთებაც არ გსურდათ, მაინც ამბობდით ამის მიუხედავად კი. არადა თქვენ ხართ ახლა იმ კონდიციაში, როცა ზაფხულია, ხო დასვენება გჭირდებათ მეგობრებო. და შეიძლება ვიღაცები წერენ საქმეებთან დაკავშირებით, რომ რაღაცა გააკეთე, რაღაცა მოაგვარე, ან ვიღაცა გელაპარაკებათ მუდმივად თავის პრობლემაზე, არადა თქვენ დასასვენებლად ხართ წასული და მოკლედ არ გარგებენ რა, როგორც იტყვიან. აი აქ არის რომ მოდი რა გათიშეთ ცოტა ხანი ტელეფონი ამას გეტყვით და დაისვენეთ, იმიტომ რომ ძალიან გჭირდებათ ახლა ეს პერიოდი, რომ უბრალოდ თქვენ თავთან გაატაროთ დრო და დაუთმოთ ეს პერიოდი დასვენებას, ხო, როცა ისვენეთ დრო დასვენებას უნდა დაუთმოთ, როცა მუშაობთ, იქ იქნებით, რა თქმა უნდა, ახლა საქმე არცად არ წავა, ხო?
შესაბამისად, ზედმეტ რაღაცეებს თუ თავს გაჰხოვენ, მოდი რა, ჩაიხსენით ამას უბრალოდ და დაიჭირეთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ გეცოდებათ, იმიტომ რომ ძალიან ემპათიურები ხართ, ეხლა ამას როგორ გააკეთეთ, ის როგორ იქნება, ცოტა ხანი დაივიწყეთ ეს ყველაფერი, მე ამას გირჩევთ, თუ გინდათ რეალურად ენერგიის აღდგენის შესაძლებლობა გქონდეთ, ხო? იმიტომ რომ რაც თქვენი არ არის, ეხლა იმას გატენიან, ასე რომ ვთქვათ. ვინან რა გპარავთ შინაგან მშვიდობას ახლა ამ მომენტში. ახლა ამ მომენტში თქვენი შინაგანი მშვიდობის მომპარავი ვიტყოდი, რომ არის ცოტა არ იყოს ხშირად საკუთარი თავიც კი, იმიტომ რომ თქვენ გგონიათ, რომ თუ კი დაისვენებთ, წინ ვერ წახვალთ. თქვენი განცდა ახლა ამ მომენტში არის ის, რომ აი გინდათ მუდმივად გაფართოება, გინდათ მუდმივად წინ წასვლა, აი რაღაცა ცოტა ქაოტურად ხართ ამ მომენტში, ვერ ისვენებთ ერთ ადგილას და თქვენი პრობლემა ახლა ეს არის, რაც ენერგიას გართმევთ. არადა ცოტა ხანი ერთ ადგილას გაჩერება გჭირდებათ, ენერგიის აღდგენა, სიამოვნების მიღება, ხო? აი მე მიყვარს ხოლმე თასების დედოფალთან ესეთი რამის გაშერება ხოლმე. თუ კი გრძნობ რომ გადაღლილი ხარ და გინდა რომ მუდმივად რაღაც აკეთო, ჩამოჯექი შენს საყვარელ ადგილას სიმშვიდეში და დაიდგე ერთი ჭიქა შენი საყვარელი სასმელი. ნებისმიერი სასმელი შეიძლება იყოს ეს, ვიღაცისთვის ეს ალკოჰოლია, ვიღაცისთვის ყავა, ვიღაცისთვის ჩაი, წვენი კოქტეილი თუ ასე შემდეგ. ეს უკვე თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებაზეა დამოკიდებული. უბრალოდ დაჯექით სიმშვიდეში, ეს პერიოდი არავის ელაპარაკოთ, დარჩით საკუთარ თავთან. მიირთვით დადგმით ამ წვენით და ჩაღრმავდით საკუთარ თავში. ნოეცდებით რამე კონკრეტულზე იფიქროთ, ფიქრებით თუ თავისით წამოვა, ამას ისედაც მიხვდებით გააცნობიერებთ და დაალაგებთ საკუთარ თავში. დაუთმეთ ეს დრო თქვენს თავზე ზრუნვას, იმიტომ რომ თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ გავლილი გზის შემდეგ. როგორ შეარჩეროთ ეს ენერგეტიკული გაჟონვა, რომელიც გააქვთ? ძალიან საინტერესო არკანი ამოგვდის აქ პირდაპირ nature და თასების დედოფალთან ძალიან აქტუალურია ეს ორაკული. რაც გულისხმობს იმას, რომ კარგი იქნება ამ პერიოდში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისეთ ადგილას თუ დაისვენებთ, სადაც არის ბუნება, სადაც არის კარგი ხედი, სადაც არის სიმყუდროვე, ისეთი ადგილი, რომელიც გაძლევთ კომფორტს, ენერგიის აღდგენის საშუალებას. შეიძლება ეს თქვენი სოფელი იყოს, რომელიმე კურორტი იყოს, ან თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ, რომელიმე ახალ ადგილზე წასვლა. სხვადასხვა აქ თავს ნებას მიცემ სამიანი კვერთხებიდან გამომდინარე და მითითებული ორაკულიდან გამომდინარე. კარგი იქნება სადმე ტროპიკებშიც, თუ კი გაისეირნებთ საზღვარგარეთ, ხო, რატომაც არა. მშვენიერი იქნება, ვფიქრობ თქვენთვის, თუ გაქვთ რა თქმა უნდა ამისი შესაძლებლობა, ხო? მიეცით თავს ამისი უფლება. ძალიან კარგი იქნება ეს თქვენთვის. იმედი მაქვს, საინტერესო აღმოჩნდა ეს კონკრეტული გაშლა თქვენთვის. მე კი გადავალ მესამე ვარიანტზე, იქამდე კი გთხოვთ დამიკომენტაროთ ვიდეოზე და ერთი თითის დაწყაპუნება გინდათ იმისათვის, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. ჩაერთეთ ზარისგილაკი, რომ შეძლოთ ვიდეო როგორც კი დაიდება, მაშინვე ამოაგდოს თქვენს გვერდზე და გაგიწიოთ რეკომენდაცია, რომ ვიდეო აიტვირთა და თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია აქ ჟღერდება, შესაბამისად შეიძლებთ რომ უყუროთ. ახლა კი გაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ პირად შეტყობინებაში დამეკავშირდეთ აღწერაში მითითებულ აკაუნტებზე და ასევე თუ გაქვთ სურვილი, რომ ჩაერთოთ ტრანსფორმაციული მოგზაურობის კურსზე, ამ შემთხვევაში კაბალისტური ხის მოგზაურობაში, რომლის რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს, შეგიძლიათ ამასთან მიმართებაშიც მომწეროთ პირად შეტყობინებაში. დღევანდელი გაშლის სათაური პრინციპში რაც გვაქვს, ძალიან მოდის თანხმედრაში რაღაცნაირად ჩვენს კურსთან. შესაბამისად, კარგი იქნება ამ შანსს თუ გამოიყენებ, სანამ ჯერ კიდევ ადგილებია. დაგემშვიდობებით და გადავალ მეორე ვარიანტზე. მოგესალმებით მეორე ვარიანტი. ვნახოთ, ვინც მეორე ვარიანტი აირჩიეთ, სად იფანტება თქვენი ენერგია. როგორ დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე.
რას უნდა უთხრათ არა, რომ თქვათ უმთავრესი კი? ვინ ან რა გპარავთ შინაგან მშვიდობას? და როგორ შეაჩეროთ ეს ენერგეტიკული გაჟონვა? ოჰო, საკმაოდ ძლიერი კარტებია, მინდა ვთქვა. კარგი, ნახოთ, სად იფანტება თქვენი ენერგია ახლა. თქვენის მიმართვით სანთელ-სავანთებ, იმიტომ რომ მიმდინარე სანთელი უკვე ჩაიწვა. აი ეს. ნახოთ, სად იფანტება თქვენი ენერგია? მეორე ვარიანტი. თქვენი ენერგია ახლა იფანტება იქ, სადაც თქვენ მსხვერპლის პოზიციაში იმყოფებით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ცხოვრების ამ მომენტში აბსოლუტურად ყველაფერში რატომღაც აღმოჩნდა დამარცხებულ მდგომარეობაში. სადაც თქვენ იყავით მართალი, იქაც დამარცხებული, თქვენ აქეთ გამოყვედით. ხო, როგორც იტყვიან, განტევების ვარსი გამოგიყვანეს. რავი, რო იტყვიან ადამიანისთვის კარგი გინდოდა და აქეთ გამოგიყვანა რაღაცა საშინელება, ხო? თითქოს ისეთ სიტუაციებში, სადაც თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, მაინც თქვენ ხართ დამნაშავე, იმიტომ რომ ვიღაცა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ თავისი თავის გარდა ვიღაც უნდა იპოვო, ვისაც გაადანაშაულებდა, ეს ყოველთვის მართალი ადამიანების აქტიური თვისება, ხშირად ნარცისი ადამიანებისაც მათ შორის, ხო? ამიტომ მაინც და მაინც ამას საკუთარ თავზე მომიიღებთ, თუმცა რა თქმა უნდა მესმის ეს როგორ გტკივათ, რომ ძალიან გინდათ თქვენი სიმართლის დამტკიცება და რაღაცა ცოტა პირიქით გამოდის ხოლმე, რომ აქ თქვენ გამოგიყვანენ დამნაშავეს. როგორც იტყვიან, უდაბნოს გზას გადიხართ მეგობრებო ახლა, სადაც თქვენ დაუნებურად მაინც მსხვერპლის როლში აღმოჩნდით რატომღაც. კარგი. ნუ მაინც აქ თქვენს ადგილას დავფიქრდებოდი, კიდეც ცალკე უყოდ რა შაბლონებია, რატო ვერ ახერხებს საკუთარი თავის და პოზიციების დაცვას, ხო? ზედმეტად ხوار გეცოდებათ ადამიანები და ზედმეტად ხوار უფრთხილდებით, რომ რამე არ აწენინოთ, იმიტომ რომ ამიტომ და ამიტომ ეხა ხوار ვეტყოდი, იმიტომ რომ ეს ესეთია, ასე შემდეგ. აბა გამოდით ჩემნაირი ხასიათის ადამიანები. კარგი. როგორ დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე? შვიდიანების დისკები. საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნება შეძლებთ. ვიტყოდი, რომ შეინარჩუნეთ გზა, რომელსაც მიყვებით სტაბილურად და უბრალოდ დაილოდეთ. შეიძლება ეხლა ჩანდეს სიტუაცია, როგორც რომ ეს მიდის არც თუ ისე თქვენთვის სახარბიელოდ, მაგრამ ეს არ არის ფინალი ჩემო ძვირფასებო, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მოთმინებით თუ მიუდგებით, თქვენ აუცილებლად დაინახავთ ყველაფერს და ცოტა სხვანაირადაც კი შეიძლება გადაწყდეს თქვენი საკითხი, ხო? კონტროლის დაბრუნებას მხოლოდ შეძლებთ იმითი, რომ დაელოდოთ რაღაცას დაელოდოთ, რას უნდა დაელოდოთ? მინდა რომ ჩავეციო. რას გულისხმობს აქ ჩვენი შვიდიანების დისკები, პენტაკლები ამ შემთხვევაში. ხო, ნახეთ. თქვენ უნდა დაელოდოთ თამაშის დასრულებას, ესე ვიტყოდი.
თქვენ შეიძლება თქვენ არ ვიცი ეს თქვენი თამაშია, სხვისი თამაშია, მაგრამ უნდა დაელოდოთ თამაშის დასრულებას, იმიტომ რომ ეს თამაში, რომელშიც აღმოჩნდით, ჯერ დამთავრებული არ არის. კარგი, მშვიდიანების სპექტაკლების შემდეგ, როდესაც დასრულდება ეს თამაში, რა იქნება? მე ვხედავ, რომ თქვენ დაინახავთ მერე შედეგს, მაგრამ რა იქნება ეს შედეგი? ნაჩვენე რა იქნება ფინალში, როცა დამთავრდება ეს ყველაფერი. თქვენ რა პოზიციაში იქნებით აქ, გამოთამაშებული თუ დამარცხებული, ეს მეინტერესებს შეძლოთ თუ არა საკუთარი პოზიციების დაცვას. კი, მეგობრებო, ნახეთ, საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდება თქვენ სასარგებლოდ და შეძლებთ ისეთი ადამიანების ჩამოშორებას, რომელიც ზუსტად ამ მდგომარეობაში გაგდებენ. თქვენ უბრალოდ გმართებით ცოტაოდენი მოთმინება, იმიტომ რომ თამაში, რომელშიც აღმოჩნდით, ჯერ დამთავრებული არ არის. ძალიან საინტერესო დამისვა და სტამ რაღაცა გიმალოთ. რაღაცა ინტრიგებში ხართ, მეგობრებო, ძალიან ისეთ ინტრიგებში აღმოჩნდით. კარგი. მაგრამ ეს საკითხი რო იცოდეთ, გადაწყდება თქვენს სასარგებლოდ საბოლოოდ, იმიტომ რომ ჯერ სრული სურათი არის, ჯერ ეს თამაში არ დამთავრებულა. თქვენ შეიძლება კი ფიქრობთ, რომ ეს დამთავრდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჯერ არა. მაგრამ მეცაც გეტყვით, თქვენ შემთხვევაში ეს თამაში ისე დამთავრდება, რომ თქვენ ამ თამაშიდან თითქმის უკვე გასული ხართ და თქვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, თუმცა შედეგებს ნათლად დაინახავთ, როგორ დამთავრდება ეს. კარგი. რას უნდა უთხრათ, არა რომ თქვათ უმთავრესი კი. ჯერჯერობით თქვენ კარგი იქნება, თუ არას განაცხადებთ, როგორც იყვიან, ახალ შემოთავაზებებზე და ისეთ საკითხებზე, რომელიც დიდი ღბავზეა დამოკიდებული. თუ დაუშვათ რაღაცა ახალი შესაძლებლობა ან ინიციატივა, ეგრევე თანხმობას ნუ განაცხადებთ, ან ეგრევე უარს ნუ განაცხადებთ, ხო, ჯერ დაელოდეთ, ჯერ შეხედეთ რა ხდება, ყველაფერი კარგად გაარკვიეთ, კითხვები დასვით და მხოლოდ ამის შემდეგ, რაც უკვე თქვენ ამაში დარწმუნებული იქნებით, რომ კი, ეს ნამდვილად ჩემთვის არის. მხოლოდ ამის შემდეგ თქვით კი, თქვენ შეიძლება წინასწარვეც იგრძნოთ, რომ აი ხო, რა მაგარი ახალი შანსი, მაგრამ ეგრევე კის ნუ იტყვით, ნურც ეგრევე არა სიტყვით, იმიტომ რომ კითხვების დასმა აქვს საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მიიღოთ გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ან რა გპარავთ შინაგან მშვიდობას, ეს არის კონკრეტული კვერთხების დედოფალი. ან შეიძლება ის იყოთ პირდაპირ მნიშვნელობით თქვენს, ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ყველაფერს ჩემით ვიზავ, რა მინდა დახმარება, ხო, აი რაღაცა ესეთი ტიპი ხართ, რომ აი ჩემით. და აი ეს ჩემით მიყავხართ, აი სრულ გადაღლამდე და გადაწვამდე და აი როგორ მარტო ვარ და როგორ არავინ არ მეხმარება არაფერში, ხო? ან მეორე ვარიანტი, აქ არის კონკრეტული პიროვნება, რომელიც თქვენგან ითხოვს ძალიან ბევრს. შეიძლება ეს თქვენი საერთოდაც არ იყოს, ითხოვს მაგალითად თქვენგან კონკრეტულ ახსნებს, კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტულ ახსნა-განმარტებებს, რაღაცას სულ ითხოვს თქვენგან, თქვენი კონკურენტია ეს ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით, შეიძლება კოლეგაც იყოს, თქვენი მეგობარი იყოს ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ფაქტია გეკონკურენტებათ და ცდილობს, რომ გამოჩნდეს თქვენგან უპირატესი. და რაღაცა აი ამ ბრძოლებშია თქვენთან მიმართებაში და ამ ადამიანთან კინკლაობა, ხო, გაცლით ძალიან დიდ ენერგიას, იმიტომ რომ უბრალოდ ყურადღებას უთმობთ, საქმე ამაშია. თქვენ რომ ამ ადამიანს ყურადღებას არ უთმობდეთ, ის ვერ წაიღებდა თქვენგან ენერგიას, არ გავიდოდა თქვენგან ასეთი ტიპის რესურსები, ხო, იმიტომ რომ თქვენ აშკარად სიმშვიდე დაგირღვიათ უკვე ამ პიროვნებამ და გჭირდებათ ამას, რომ ყურადღება მიაქციოთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შეაჩეროთ ეს ენერგეტიკული გაჟონვა, რომელიც გაქვთ, აქ კიდევ ერთხელ გეტყვით, ზოგიერთისთვის ეს არის საკუთარი თავი, ხო, იმიტომ რომ ვერ ხვდებით ცოტა ხანი, როდის უნდა გაჩერდეთ. და რაც შეეხება იმას, თუ ენერგეტიკული გაჟონვა როგორ უნდა შეაჩეროთ, თქვენი თავის გულის და გონების
თან ხვედრა გჭირდებათ. ბოდიში გულის გონებისა და სხეულის თან ხვედრა გჭირდებათ. ნახეთ, შეიძლება ტვინი ერთს ამბობდეს, რომ მე ამის აკეთება მინდა, გული ამბობდეს მეორეს, რომ მე ამის აკეთება მინდა, სხეული კიდე ცალკე სხვა რაღაცას გთხოვდეთ და აი რაღაცა ერთმანეთთან რეზონანსში არ მოდიოდეს ეს ყოველივე, ხო? და თითოეულ მათგანზე დროის დათმობით და გაცნობიერებით, რომ აი ამას რა უნდა, ამას რა უნდა, მოდი დაიჭირეთ კავშირები საერთო რა აქვთ ამ ყველაფერს და მიიყვანეთ ეს რაღაცა ერთ მთლიანობაში. უბრალოდ გაცნობიერეთ და ამითი დაიწყეთ და როდესაც გაცნობიერეთ თითოეულ მათგანს რა უნდა, ხო? ამას მოიყვანთ აბსოლუტურად ერთ მთლიანობაში. მესამე ვარიანტი, უკაცრავად მეორე ვარიანტი აქ თქვენს მოგცემთ რეკომენდაციას შემდეგს, რომ ვისაც სურთ ზუსტად ამ შედეგს მიაღწიოთ, რომ თავის გულისა და გონების დაკავშირება ისწავლოთ ერთმანეთთან და შემდეგ მართვა სიტუაციის და განვითარება თქვენთვის სასურველად, გეპატიჟებით ჩემს კურსზე კაბალისტური ხის მოგზაურობა, რომელზე რეგისტრაცია შეგიძლიათ 15 ივლისის ჩათვლით დღეს ბოლომდე და მომწერეთ ამასთან დაკავშირებით პირად შეტყობინებაში, თუ კი ხართ დაინტერესებული ამით და აგიხსნით დეტალებს აუცილებლად. სულ ეს იყო მეორე ვარიანტი, თქვენი გაშლა. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და დაკომენტარება, რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის. მე კი გთხოვთ გამოიწეროთ კიდევ ერთხელ ჩემი არხი და მოიწონოთ ვიდეო და პირად კონსულტაციებზე ასევე შეგიძლიათ პირად შეტყობინებაში მომწეროთ მითითებულ აკაუნტებზე, რომელიც აღწერაში მაქვს დამატებული, სადაც ნახულობთ ვარიანტების გადასვლას დროების მიხედვით. უბრალოდ ჩამოსკროლეთ და ყველა დეტალს აბსოლუტურად ნახავთ. ახლა კი გადავალ მესამე ვარიანტზე. წარმატებები მეორე ვარიანტი. ესეც ასე. მოგესალმებით მესამე ვარიანტი. ნახოთ, სად იფანტება თქვენი ენერგია ახლა. როგორ დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. რას უნდა უთხრათ არა რომ თქვათ უმთავრესი დიახ. ვინან რა გპარავთ შინაგან მშვიდობას და როგორ შეაჩეროთ ეს ენერგეტიკული გაჟონვა. ესეც ასე. რა გვაქვს აქ? რაში იფანტება ახლა თქვენი ენერგია? თქვენ ენერგიას ახლა ხარჯავთ იმაში, რომ რაღაცეები ზედმეტად აკონტროლოთ, რაღაცეები ზედმეტად გამოიკულიოთ, რის შესახებაც რეალურად ამდენი ინფორმაცია არ გჭირდებათ. თქვენ ახლა როცა ორიენტირებულები იყოთ უნდა იმაზე, რომ რაღაცეები აკეთოთ, ამის მსხვერპლად ისევ თეორიაზე ხართ ჩაკირკირებული. ანუ თქვენ ახლა უნდა მუშაობდეთ პრაქტიკულად, არადა დროს კარგავთ ისევ და ისევ ამ თეორიების გადაღიჭვაზე, რომელიც ძირითადად ერთ და იგივე შინაარსის ხასიათს ატარებს. ამავდროულად მე რატომღაც ენერგეტიკულად მომდის ესეთი რაღაცა, რომ თქვენ წარსულზე ხართ ჩაცილული, როგორი იყავით ადრე. არ ვიცი, ესეთი ინფორმაცია რატომღაც წინა გაშლებშიც მომდიოდა ხოლმე. მეგობრებო, თქვენს ახალგაზრდობაზე ხო არ ფიქრობთ ძალიან ხშირად, როგორი იყავით ახალგაზრდობაში, რა კარგი იყავით, რა სიტუაციები, რა შანსები და შესაძლებლობები გქონდათ და ახლა რატო ვერ იღებთ ასე საკუთარ თავს, მეგობრებო? ეს რა თქმა უნდა, ყველაზე არა მაქვს საუბარი. ზოგისთვის შეიძლება იყოს უბრალოდ წარსულ სიტუაციაზე ფიქრი, ხო, რომ აი წარსულში ესეთი ვიყავი და ვინა ვარ ახლა, ხო? ანუ ესეთი დანანებით რატო ლაპარაკობთ ამ ყველაფერზე, ხო, ჯერ ხო თქვენი ცხოვრება არ დამთავრებულა, ჯერ ხო აქ ხართ, ამ გაშლას ისმენთ მინიმუმ. აქ ხართ, ამ მომენტში ხართ და ამ მომენტში, როდესაც ხართ, ის ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ. როდესაც ახლა ხართ, ის იმას ნიშნავს, რომ თქვენი ერთი გადაწყვეტილებაა საჭირო იმისათვის, რომ რაღაცის აკეთება თუ გინდათ გააკეთოთ. და ეს არ არის გვიანი. ხა თქვენ თუ ფეხბურთელობაზე ოცნებობთ და 80 წლის ხართ, ეხა ეს უკვე სხვა რაღაცა არის, მაგრამ ნაკრებში ვერ ითამაშებ 80 წლის ასაკში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად გარეთ ვერ გახვალ და ფეხბურთს ვერ ითამაშებ, თუ სიტყვაზე ამისი ფიზიკური მონაცემები ხელს გიწყობს. ეს რა თქმა უნდა პირობითად ვამბობ, აქ არა მაქვს პირდაპირ ფეხბურთზე საუბარი. აქ ვიღაცები ფიქრობთ, რომ აი რაღა დროს ჩემი სწავლა,
Რაღა დროს ჩემი პრაქტიკა, რატომ მეგობრებო, პირიქით, ხო? არასოდეს არ არის გვიანი, მაშინ როდესაც შეგიძლიათ, ხო? ძალიან ისეთი ბევრი ენერგია. ამის გამო სხვათა შორის შეიძლება თქვენ პროტესტი გქონდეთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით. აბა დააკვირდით ახალგაზრდა წარმატებული ადამიანები გახიზიანებთ თუ არა. იმიტომ რომ ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ რაც გინდოდათ რომ თქვენ გქონოდათ და რაც თქვენ გენატრებათ, იმას ხედავთ ამ ადამიანებში და ეხლა ბრაზობთ. რატომ მეგობრებო, რისთვის, ხო? ანუ თქვენი ასაკი დააკვირდით რამხელა არის და რამხელა არის თქვენი გამოცდილება და თქვენი გამოცდილების ადამიანს და თქვენი ცოდნის ადამიანს წარმოიდგინეთ, რამდენი რამის აკეთება შეუძლია. პირიქით, აქეთ დაეხმარებით იმ ახალგაზრდებს ახლა ხო რას მეუბნებით. არ არის აქ საჭირო არანაირად შურის მომენტი, ან ცუდად ყურების მომენტი, ხო? ანუ შეხედით ცოტა სადახართ, ხო? ეხლა ის ბავშვი როდის მოვა თქვენამდე პირობითად, ხო? რომ ანუ თქვენ სასახლეში რო იქნება, კიდე რამხელა ცოდნა იქნება, მაგრამ თქვენ ხო უკვე აქ ხართ. თუ გაქვთ ამდენი ცოდნა და გამოცდილება დაგროვილი და ფიქრობთ, რომ ვერ რეალიზდებით, იქნებ დრო არის, რომ თქვენი თავი მიუძღვნათ სწავლებას პირიქით აქეთ ბავშვებთან. რომ გაზარდოთ ეს ადამიანები, ხო? როგორ ხდება, ხო? თაობების გაზრდა, რა თქმა უნდა, უფრო გამოცდილი ადამიანებით ხდება ეს ყველაფერი. და თქვენ თუ ამ ადამიანების მიმართ განწყობილები იქნებით ნეგატიურად, რომ ეხა შენ 12 წლის ხარ და მე 100 წლის ვარ, ანუ არასოდეს ეს ბავშვი თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ უკვე მის მიმართ აგრესიული ხართ, ხო? არ შეიძლება ესე, ხო? ცოტა გამოიჩინეთ რა რაღაცა ემპათია როგორც სიტყვიან და ცოტა რეალისტურობით იყავით, რომ გონება გაინათოთ, იმიტომ რომ სულელეზე ბრაზდებით ხა თქვენც ხო ხვდებით რა. იმიტომ რომ თქვენი ენერგია აქ იფანტება. აი ამ სისულელეებზე ფიქრით. როგორ უნდა დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე? ხუთიანების კვერთხები. საკუთარი თავის მოთოკვა ისწავლეთ და ჰაერში ხმლების ქნევას თავი დაანებეთ. იმიტომ რომ თქვენ მუდმივად განცდა გაქვთ იმისი, რომ ყველა გებრზით არა და საკუთარ თავს ებრზით აქ რეალურად, იმიტომ რომ აქ ირგვლივ ადამიანები ნამდვილად არ გებრზიან. ნახეთ, ყველა კარტი ისეთ იმისის, რომ ეს არის მიმართული მთლიანად საკუთარ თავზე. თქვენ თვითონ ანადგურებთ თქვენ თავს. რას უნდა უთხრათ? არა რომ თქვათ უმთავრესი კი არკანი ძალა. ჭიდაობას დაანებეთ საკუთარ თავთან. და ცოტა შურსაც მოეშვით, იმიტომ რომ გასაგებია ეხა, რომ შეიძლება გენატრებოდეთ რაღაცა და თქვენც გინდოდეთ ის, რაც შეიძლება სხვას უკვე მიღწეული აქვს, მაგრამ თქვენი პოტენციალი დააკვირდით რა არის და იმის მიხედვით იმოქმედეთ. იშრომეთ იმისთვის, რომ რეალიზდეთ, ოღონდ თქვენთვის სწორი ფორმა მონახეთ ამის. ვიღაცამ თუ ესე რაღაცას მიაღწია, არ ნიშნავს, რომ თქვენი გზაც ეს არის. ეს მისი გზა იყო და იმიტომ გამოუვიდა. აბა თქვენი გზით წადით, თუ არ გამოგივათ ნახავთ. შეეშვით უბრალოდ რა, სულ ვიღაცის კონტროლს, სულ ვიღაცის გაკიცხვას, სულ ვიღაცასთან ჩხუბს, სულ იმაზე ფიქრს, რომ ეხა მე ეს მებრძვის, ეხა ამას ჩემთვის ის უნდა, ანუ არ ფიქრობენ მეგობრებო თქვენზე ამდენი, ანუ ასე ადამიანები, ანუ ნუ ფიქრობთ, რომ ვიღაცას ამდენად აინტერესებს თქვენი ცხოვრება. არ არის ეს ასე. არ არის ეს ასე, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც რეალურად საქმითაა დაკავებული, ანუ ჯერ ეს ერთი ხოცობს არ ფიქრობს და მეორე რომ საერთოდ შეიძლება არც ფიქრობდეს თქვენზე და თქვენ ეხა გგონიათ, რომ ვაიმე ხა რო გამომხედა, ვაიმე ხა ეს რატო გამომხედა, რაღაცა ცუდი ხო არ უნდა ჩემთვის. აი ხო სისულელია ეხა ხო? ადამიანმა უბრალოდ შეიძლება რა ვიცი, გამოიხედა ინსტინქტურად, მაგალითად. და არაფერი ცუდად ან კარგად არ გამოუხედია ესე კონკრეტულად, რომ ქვეტექსტები ეძებოთ მის გამოხედვაში. ვინ ან რა გპარავთ შინაგან მშვიდობას, ეს არის ისევ და ისევ საკუთარი ტოქსიკური ჩვევები, საკუთარი ჩრდილის მიუღებლობა, ვერაღიარება და ვერ დამუშავება, აი ეს გართმევთ უდიდეს ენერგიას, ხო? იმიტომ რომ თქვენ რო ამ აზრებში ხარშებით ენერგიას დაკარგავთ, აბა რას იზავთ მეგობრებო? ის თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ენერგიის აღდგენა და შეჩერება ამ ენერგიის გაჟონვის არის ის, რომ
აქ ბედისწერის მხსოველები ხატია ჩემო ძვირფასებო. თქვენს ბედისწერას მიყევით რეალურად რაც არის და თქვენი საქმე აკეთეთ, ოღონდ შექმენით თქვენთვის ეს ბედისწერა, ეს თავისით არ მოხდება. რაღაცას თქვენ თვითონ თუ არ გააკეთებთ, ეს თავისით არ მოხდება. ვიღაცას შეიძლება რაღაცა ეკუთვნოდა და კაი, თავისით მივიდა იმ პიროვნებამდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ და დაველოდოთ აი რაღაცას, როდის გადმოგვიგდებენ პირობითად, ხო, მაგალითად. თქვენ შესაბამისი ცოდნას და ნიჭის გაქვთ იმისი, რომ უკვე თქვენ თვითონ იყოთ ამის შემქმნელები, თქვენ ხო ის გინდოდათ ყოველთვის, ამიტომ ისწავლეთ ამდენი. აბა კარგად დაფიქრდით. ეხლა ცოტა შეიძლება ესეთი ტონით ვისაუბრე, ბოჯის სიხდით, მაგრამ ცოტა გამოფხიზლდით მეგობრებო, ხო არ შეიძლება ესე? რისთვის იშრომეთ ამდენი საკუთარ თავზე? ცოტა აზარტში შევედი ამ გაშლის კითხვისას, მეგობრებო. მადლობა სიხდით ყურადღებისთვის, არ ვიცი, დამიკომენტარეთ ეს გაშლა. რამდენად რეზონირებს თქვენთვის, როგორ მოგეწონათ, არ დაგავიწყოთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ყურადღება ჩემთვის კომენტარების ველში და პირადი ინდივიდუალური კონსულტაციები თუ მოგესურვებათ, შეგიძლიათ რომ მომწეროთ ასევე აღწერაში მითითებულ ლინკზე. ასევე გეტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ადამიანი ბრძანდებით, გათვლა მაინც მექნება ესე, რომ 17-18 პლუს ადამიანებზე 17 წლისაც თუ ხართ და უშუალოდ ცოტა დრო არის, რომ 18-ის ხდებით, ასეთ ადამიანებსაც მიგიღებთ, არ იქნება პრობლემა, მაგრამ 17 წელზე დაბლა ადამიანებს ვერ მიგიღებთ. სხვა ნებისმიერი ასაკის ადამიანი გასაშვებია ჩემს კურსზე და ვფიქრობ, რომ თქვენთვის საინტერესოც კი შეიძლება აღმოჩნდეს კაბალისტური ხის მოგზაურობის კურსი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამას ძალიან კარგად შეგახსენებთ და დაგაბრუნებთ საკუთარ თავთან ამ კურსზე მუშაობა საკუთარ თავში. მადლობა სიხდით კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და მადლობა რომ აქ ხართ, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის რომ ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები მიყურებენ რაღა დაგიმალოთ, უღრმეს მადლობა სიხდით და კიდევ ერთხელ გიხდით ტონის გამო ბოდიშს, იმიტომ რომ ესეთი გაშლების დროს ცოტა ემოციური ვარ და კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.